უსამართლო პოლიტიკურად მოტივირებული, წინასწარ შეთანხმებული. ამ და სხვა სიტყვებით აფასებენ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ქართული ოცნების ოპონენტების ნაწილი ახლა ერთადერთ სწორგზად ოპოზიციურ ერთობას მიიჩნევს. ნაწილი კი მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევას. ყველა ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო კომისია არალეგიტიმურია. საბოლოოდ სწორედ ამ კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას და გახდეს კონკრეტული მოქმედების საფუძველი და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი მოქმედება დღეს ასეთი უსამართლობის პირისპირ არის ოპოზიციის გაერთიანება. ჩვენი საქმეა ქართული დემოკრატიული საზოგადოების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავააქტიუროთ იმ პროცესში, რასაც ქვია წინააღმდეგობა, არა აუცილებლად აქციაზე სიარულში, არამედ წინააღმდეგობაში, საპროტესტო პროცესში ჩავრთოთ, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ეს არის დამთრგუნველი უმრავლესობა, საქართველოს ის აბსოლუტური უმრავლესობა, ის 80%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. ამიტომ ამ ადამიანების გააქტიურება არის ჩვენი საქმე. ზურას დაჭერაც ამ ჭრილში უნდა გავიაზროთ. ერთი დამატებითი პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ლიდერი უკვე დევნის საგანი უნდა გამოვიყენოთ იმაში, რომ მეტი ადამიანი გამოვაღვიძოთ, გამოვაფხიზლოთ და ჩავრთოთ აქტიურ პროტესტში. საერთაშორისო ზურაბ ჯაფარიძე იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკოსი, რომელიც თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შეიძლება ამას მოყოლოდა. ეს არის მისი არჩევანი, როგორც ჩანს ის თვლის, რომ ციხიდან, საპატიმროდან ის უფრო ეფექტური იქნება, ამასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ ახსნა, თუმცა სხვა პოლიტიკოსები, ვინც ამ შემთხვევაში გადაიხადა გირაო, როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლებაზე ხალხთან ერთად გაცილებით ეფექტურები იქნებიან, აი სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთვის გაუგებარია, რატომ იბარებდა ქართული ოცნება ზურაბ ჯაფარიძეს ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის ხდომაზე მაშინ, როცა ის ნაციონალური მოძრაობის წევრი მხოლოდ 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიის ეს გახდა. კომისიის მანდატის ფარგლებში განსაზღვრულია, რომ მან უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის დროს მომხდარი დანაშაულები. ზურაბ ჯაფარიძე არც ერთი დღე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ ყოფილა არა თუ რაიმე თანამდებობის პირი. ის არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრიც კი. ის ბოლო წუთამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო არასამთავრობო სექტორში. ასეთ ადამიანს იბარებენ დანაშაულებზე, რომელიც მოხდა ვიღაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის არ მიდის კომისიაზე, ამის გამო შემდეგ იწყებენ მის სისხლის სამართლებრივ დევნას და აგერ დღეს ის უკვე ციხეშია. რომ წარმოვიდგინოთ, რომ მე დავნიშნავ ოპოზიციას და მე ამ ოპოზიციით შევავსებ ოპოზიციის კვოტებს საგამოძიებო კომისიაში და რასაც მინდა იმას დაგიდგენ და თუ შენ მე არ დამეთანხმები, მაშინ ციხეში ჩაგსვა, ეს არის სრულიად საწინააღმდეგო დემოკრატიული სახელმწიფოს რაღაც მახასიათებლების, ხო? თუ არ მეთანხმები ციხეში გსვამ, არის ავტორიტარიზმის პირველი და უტყუარი ნიშანი, რომელიც ჩვენ ნახეთ გუშინ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლოს ხდომას. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა კანონდარღვევაზე სათანადოდ რეაგირებენ. მათ არ შეუძლიათ, რომ მათივე რეჟიმის მსხვერპლებს ხოლებში ჩახედონ და პასუხები გასცენ იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც მათ მიმართ არსებობს და ისინი მზად არიან, რომ შედარებით უფრო ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე დანაშაულით ჩაიდინონ და ზუსტად ამიტომაც არიან, რომ არ მოდიან საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, არ შეუძლიათ პასუხების გაცემა, არაფერი არ აქვთ სათქმელი და ამავდროულად ისინი არ იხდიან გირაოს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ოპონენტების პრეტენზია იმ დროს, როცა მისი თქმით ზურაბ ჯაფარიძე თავად აღიარებს კანონისადმი დაუმორჩილებლობას.
სამართლებრივ სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველა მიცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, ზუსტად იცოდა მის მოთხოვნა რა არის, ასევე ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი, შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გირაოს საშუალებით აღკვეთილი ღონისძიება გირაო გამოყენებული იყო, ესეც განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა საშუალო ახსულების დაწესებულებაში, ასე რომ აქ ვინმეს პრეტენზიები გაუგებარია. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან. ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც და ევროკავშირიდანაც ქართულ ოცნებას მოუწოდებენ დაიცვან საერთაშორისო დაკისრებული ვალდებულებები, შეწყვიტონ ოპონენტთა დევნა და დაუბრუნდნენ დასავლური დემოკრატიული განვითარების გზას.